გამარჯობა, გილოცავთ შობა ახალ წელს. Შეკითხვებიდან გამომდინარე ამ ვიდეოში ვისაუბრეთ ფუსტების შესახებ, ვინ იყვნენ და რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდნენ. მათ შესახებ ნაწილი ცნობებისა ცნობილია, ნაწილიც კი ჩვენ მოვიძიეთ. ერთ-ერთი ფოტოსურათი ჩვენ გამოვაქვეყნეთ წინა ვიდეოში, აი აგერ. და ვისაუბრეთ მის შესახებ, ეს გახლავთ ჩვენი წინაპარი მახამედ გაბიანი. ფუსტების შესახებ ცნობები ძალზედ მწირია, გამომდინარე მათი სოციალური სტატუსიდან. ფუსტები იყვნენ, შეიძლება ითქვას ასე, გასამხედროებული საეკლესიო ორდენის წარმომადგენლები. Სხვათაშორის ჩვენს გვაქვს, როგორც იცით, ორიგინალი ამ ფოტოსი და აი აგერ არის და შეგიძლიათ ესეც ნახოთ, გადაღებულია 1863 წელს. უყურეთ ჩვენს ვიდეოებს, იქ გვაქვს აღწერილი. ვარაუდობენ, რომ ფუსტა სოციალური გაერთიანება სათავეს უნდა იღებდეს შუმერთა და მოგვიანებით კულტურათა ეპოქებიდან. მათ მოვალეობას შეადგენდა წარმართული საკულტო დანიშნულების, ტაძრებისა და ქონების დაცვა, რაც ასევე თავის თავში მოიაზრებდა მტერთა შემოსევებისას ამ ქონების განძის გადამალვას და დაცვას. სავარაუდოდ ამ ფუნქციის გამო მათ შესახებ ისტორიულ წყაროებში თითქმის არაფერია შემორჩენილი. როგორც ჩანს, ეს იყო ეგრეთ წოდებული ჩაკეტილი საზოგადოება და მკაცრი მიმდევრები იმ წესებისა, რომელიც უზრუნველყოფდა პირველ რიგში ალბათ განძის, ქონების, ადგილმდებარეობის საიდუმლო შენახვას და დაცვას. როდის და კონკრეტულად ძველი წელთაღრიცხვის რომელ პერიოდში დაარსდა ეს ორდენი საქართველოში, ამის შესახებ ისტორიულ წყაროებში ცნობები არ მოიპოვება. თუმცა შესაძლებელი ხდება სხვადასხვა ამბის ურთიერთშეწონადება და გარკვეული ვერსიის ჩამოყალიბება, რომელიც დაყრდნობილია უძველეს მნიშვნელოვან ისტორიულ ფაქტებსა თუ მოვლენებზე. ერთ-ერთი ასეთი წყარო გახლავთ თეიმურაზ ბატონიშვილის წიგნი. ამ წიგნზე დაყრდნობით გვაქვს ვიდეოები ჩაწერილი და გთხოვთ მასაც უყუროთ. ოქროს საწმისის შესახებ ის გვაწვის შემდეგ ცნობას. მას იცავდა ორი ცეცხლისმქვეველი ხარი, რომლების საწმისის მოპოვების სურვილით უნდა დაეურვებინათ და შემდეგ მოეხნათ არესის ველი. თუ საწმის დაუფლების მსურველი ამ ეგრეთ წოდებულ წინააღმდეგობას გადალახავდა, შემდეგ იყო გველეშაპი, რომელიც მას მოხსენებული ჰყავს როგორც ვეშაპი. იგი უნდა მოეკლათ და მისი კბილები დაეთესათ. და აი რა მოხდებოდა შემდეგ. ჯერ რათა მოკლასცა ვეშაპი იგი, აღმოსთხარნეს კბილნი და დასთესნეს მიწასა მას შინა მოხნურსა, რომლისაგან აღმოეცენებიან ნაყოფთა წილ შეჭურვილნი კაცნი მებრძოლნი. ვიდრე ამ ცნობის განხილვას შევდგებით, შეგახსენებთ, რომ ოქროს საწმისის შესახებ გვაქვს ინფორმაცია ჩაწერილი რამოდენიმე ვიდეოს და გთხოვთ უყუროთ. დადგენილი გვაქვს ბევრი გარემოება აღწერილი სხვადასხვა ისტორიულ წყაროებში, მათ შორის გველეშაპის, ვეშაპის, რომელიც ჩვენი აზრით არის მდინარე რიონი. აგერ გაჩვენებთ და თქვენ თვითონ მიხვდებით. აი ეს ოქროს საწმისის ანალოგი და აი ეს გველეშაპი, სადაც როგორც ჩანს მდებარეობდა აი ეს ოქროს საწმისი მუხის ხეზე განთავსებული. მაშასადამე გველეშაპის კბილების დათესვის შემდგომ არესის ველზე აღმოცენდნენ შეჭურვილი მეომრები. სწორედ ეს ცნობა უნდა უკავშირდებოდეს ჩვენი აზრით უძველეს დროში ფუსტების ორდენის არსებობას. თუმცა ასევე დავაზუსტებთ, რომ ეს სახელი თუ წოდება ფუსტი იმ ეპოქაში მათ მიმართ შესაძლოა არ გამოიყენებოდა და ეს ტერმინი მოგვიანებითია. თუ როგორ გამოიყურებოდა ოქროს საწმისი, ჩვენ ესეც დავადგინეთ გრაკლიანის სტელას მიხედვით. მასზე დატანილია მნიშვნელოვანი ცოდნა ჰერკულესის თანავარსკვლავედის ფონზე, სატურნ იუპიტერის შერწყმა. მაინც შეგახსენებთ, რომ იცოდეთ, აი აქ. და გამოვთვალეთ, რომ ეს მოხდა ძველი წელთაღრიცხვის 1018 წელს. ამის გარდა იგი, აი ეს სტელა თავად წარმოადგენდა
კალენდარს და ჩვენი წინაპრები ადგენდნენ გაზაფხულის ბუნიობის დასაწყისს. ეს იყო საკულტო მსახურების ნაწილი. ამაზე გვაქვს ვიდეოები და შეგიძლიათ უყუროთ. ხოლო თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით არგონავტთა შემოსვლა მოხდა წელთა დასამამიდგან სოფლისა, ქართულისა, ქრონიკონთა მეწყრისა მოქცევისა 153-ში. ანუ გამოთვლებით ეს არის ძველი წელთაღრიცხვის 1195 წელი. დავუბრუნდეთ ფუსტებს. შემდეგ კიდევ ერთი ცნობა ფარნავაზის ცხოვრებიდან. როცა მან თავი შეაფარა გამოქვაბულს, რომლის კარის შუბისტარით გააღო, აირა ნახა. მიმოვლო შინაგან ქვამსა მისთა იხილა მაშინა ადგილი ვრცელი და ფართო და სხვაცა კარი ამოქოლვილი ქვითა. გამოაქცია იგიცა და შევიდა მას შინა და იპოვა მას შინა ურიცხვი საუნჯენი ოქროისა და ვერცხლისა, კერპნი დიდდიდნი, შთამოსულნი და სამსახურებელნი ჭურჭელნი, ეგრეთვე ოქროის წმინდისა და ვერცხლისა. აქაც იკვეთება საკულტო დანიშნულების ნივთების პოვნა, კერპების გამოსახულებები და სარიტუალო ჭურჭელი. სამსახურებელნი ჭურჭელნია, როგორც ამბობს თეიმურაზ ბატონიშვილი. სავარაუდოდ ამ შემთხვევაში ეს ურიცხვი საუნჯე გადამალული იყო მტერთა შემოსევების პერიოდში, რომელთა შემოსევებიც ფარნავაზის ეპოქამდე ასევე აღწერილი აქვს თეიმურაზ ბატონიშვილს. ეს იყვნენ ეგვიპტელები, ხაზარები, სპარსელები, სკვითები და ასე შემდეგ. ქრისტეს შემდგომი პერიოდის ბერძნულ წყაროებში პირველი მე-7 საუკუნეები უკვე მოიხსენებიან ფუსტები. ეს ინფორმაცია გვხვდება საჯარო სივრცეში. ასე მაგალითად, მაქსიმე აღსარებელი ისტორია გეოგრაფია ტომი მე-4 გვერდი 38-57, ტომი მე-6 გვერდი 48. მაგრამ ფუსტელთა გარკვეული ნაწილი რომ ჯერ კიდევ ანდრია პირველწოდებულის დროიდან დგას ქრისტიანობის სამსახურში, დავით კლდიაშვილის ცნობებითაც დასტურდება. იგი ვაუწყებს, რომ ახალი წელთაღრიცხვის 325 წელს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე დამსე კოლხი ეპისკოპოსი სტრატოფილე დღემდე მოღწეულ ლათინურ და სირიულ დოკუმენტებში მოიხსენიება ფუტიონელად. ვახტანგ გორგასლის დროიდან როგორც ირკვევა ფუსტები ქრისტიანულ წამსზე გადადიან. ითვლება, რომ ქართული ავტოკეფალიის დამაარსებელმა ფუსტელთა ხედრობა ჩამოაყალიბა ქრისტიანული ეკლესიებისა და მონასტრების დასაცავად. ფუსტად კურთხევის რიტუალს ასეთი სახე ჰქონდა, ესეც არის საჯარო ინფორმაციაში. კურთხევამდე რაინდი მთელს ღამეს სამრეკლოში ათენებდა. გამთენისას თავის იარაღს საკურთხეველთან აწყობდა, რათა ღმერთისთვის მიეძღვნა და წირვის მოსმენის შემდეგ ზიარებულიყო. რიტუალში უდიდეს როლს თამაშობდა ფერთა და საგანთა სიმბოლიკა. შესაბამისად, რაინდს კილოს ან აბრეშუმის თეთრ პერანგს ათვამდნენ უწიკულების ნიშნად. ზემოდან კი ალისფერ მოსასხავ ნიშნად სისხლისა, რომელიც ეკლესიის სახელით უნდა დაეღვარა. ყავისფერი შოსი მიანიშნებდა იმას, რომ კაცი ადრე თუ გვიან მიწას უნდა დაბრუნებოდა, ხოლო თეთრი ქამარი წელის სიძმინდის დადასტურება იყო, რასაც ამშვენებდა ჯვრისტარიანი ხმალი. ფუსტელთა საიდუმლო ორდენის შესახებ ცნობებს გვაწვდის მე-17 საუკუნის მოგზაური დონ ქრისტეფორო დე კასტელი, იტალიელი როგორც იცის, რომელიც წერს, რომ დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ მხარეს სავარაუდოდ ფუსტელთა თეორიული გეოგრაფიული არეალი მრავალი ეკლესიაა, რომელიც დიდარია წმინდა უამრავი რელიქვიებით. იმ დროს, როცა ქრისტიანები ომს აწარმოებდნენ მაჰმადიანებთან, მთებში წამოიღეს რელიქვიები, რათა არ გაენადგურებინათ ისინი. კასტელი იმასაც გვამცნობს, რომ მათი იარაღია შუბი, ხმალი, შვილდისარი და სხვა. მარჯვენა ხელში ხმალი უჭირავთ, მარცხენაში ვერცხლის ჯვარი,
რომლის დიდი თაყვანისმცემლებიც არიან. ისტორიკოსი მერი ჯანდიერის თეორიით საქართველოს ყველა კუთხეს ყავდა თავისი განძის ცველები, რომლებმაც განძის ადგილსამყოფელი იცოდნენ და შესაბამისად იცავდნენ. მისი თქმით, ფუსტებმა საქართველოს არაერთი განძი შემოუნახეს. რის ნათელი მაგალითიც არის ეროვნულ მუზეუმებში დაცული ფუსტების მიერ გადარჩენილი სვანური ხატები. მისი თქმით, ფუსტებს განძის დაცვის მიზნით ომის გამოცხადების უფლებაც კი ჰქონდა. ფუსტებთა გეოგრაფიული არეალის განსაზღვრა ემთხვევა რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის ტერიტორიას. სავარაუდოდ აი აქ საქმიანობდნენ, მოღვაწეობდნენ ფუსტებიო. ფუსტებთა გეოგრაფიული არეალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ობიექტს წარმოადგენს ხვამლის მთაც, სადაც საშიშვროების დროს ხდებოდა განძის და სხვა ძვირფასეულობის გადამალვა. 1819-20 წლების რუსეთის იმპერიის მიერ ქართული ეკლესიის დაქვემდებარების შესაჩერებლად ქართული ეკლესიის მონასტრების გადასარჩენას ფუსტებთა ორდენმა აჯანყებით უპასუხა. ეს იყო იმერეთის აჯანყების სახელით ცნობილი წინააღმდეგობა. განძით დატვირთული 204 ჯორისაგან შემდგარი კარავანი ფუსტელმა რაინდებმა სვანეთში გახიზნეს. 1820 წლის 30 მაისს სოფელ ზემო საზანოში განძის გადატანისას დადევნებულ ტრის პოლკებთან ბრძოლაში დაიღუპა 700 ფუსტიო, ხოლო 1820 წლის 3 ივლისის სოფელ ფუტიეთში 2000 ფუსტი რაინდი. საჯარო სივრცეში ასევე იძებნება ფუსტის ეტიმოლოგიაც. ფუსტ სვანურ ღვთაებათა პანთეონში საპატიო ადგილი უჭირავს. კავკასიის ხალხებში ფუსტის სახელობის ეკლესიები მხოლოდ სვანეთში გვხვდება, მესტიაში, ბულახში, უშგულში და ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახში. ხეთების ერთ-ერთი მმართველს ფუსტი ერქვა. ზოგი მეცნიერი ამ სახელის წარმოშობას სწორედ ხეთებს უკავშირებს. სვანეთში მთავარ დადეშქელიანს ფუსტს ეძახდნენ. სვანები ამ სახელით ასევე მოიხსენიებენ ბატონსაც. ახლა კი რაც შეეხება მახამედ გაბიანის შთამომავლეს, მისი პირდაპირი შტოს წარმომადგენლები, ჩვენი ბიძაშვილები, თავიანთი ოჯახებით ცხოვრობენ და საქმიანობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. გიორგი, ზოია, ზევინარი და გოჩა გაბიანები. ერთ-ერთ კი ზაური ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან, ნათელი დაადგეს მის ხსოვნას. ამით დავასრულოთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, უყურეთ ჩვენს ვიდეოებს და მოგწერეთ კომენტარები. იქნებ თქვენ იცოდეთ დამატებით ფუსტების შესახებ რამე, ჩვენთვისაც საინტერესოა და ალბათ სხვებისთვისაც. დიდი მადლობა.